მე გადავრჩი სონიკის ყველა ტრანსფორმაციის ერთ ბლოკზე Minecraft-ში. სონიკის ყველა ტრანსფორმაცია ჩაკეტილია ერთ ბლოკში. შევძლებთ კი ყველა მათგანის გადარჩენას და მონსტრების დამარცხებას, რომ აქედან გავიქცეთ. წავედით. სად ჯანდაბაში ვარ? სად ჩავარდი? რა ჯანდაბაა ეს ადგილი? დაუკარგულ ბლოკზე ვარ, შუა არაფერში. და თუ ცოტა უფრო სწრაფად გავიქცევი, პირდაპირ სიცარიელეში ჩავარდები. მაგრამ მოიცა, ის იქ ხომ სუპერსონიკია. როგორც ჩანს, ყველა ჩემი ტრანსფორმაცია გამოყვეს. როგორც ჩანს, ჩემი ყველა ტრანსფორმაცია შინ სონიკის მონსტრებმა გამოყვეს. და მომიწევს მათი დაბრუნება, რომ დავამარცხო ისინი. სიგიჟის მსგავსი გამოწვევაა, მაგრამ რა საშიშია იმის წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს ბოლო მონსტრი. და მთავარი კითხვა ისაა, როგორ მივაღწევ მათამდე თუ ფრენა არ ვიცი. ჯანდაბა, მხოლოდ ეს ბლოკი მაქვს, რომელიც ჩემი ერთადერთი იმედია, მაგრამ ასე ვერაფერს გავაკეთებ, ასე რომ თუ მას გავტეხავ, ყველაფერი დასრულდება. მეგონა რომ დავარდი, მაგრამ მოიცადე, ბლოკი თავისით აღდგა და ეხლა კიდევ ერთი ბლოკი მომცა. ანუ თუ გავტეხავ, ეს იქნება ჩემი გზა, რომ დავრწმუნდე, ყველაფერი კარგად წავა. კარგი, ეხლა ამას აქ შემიძლია წავიღო, გავამრავლო. კარგი, მოიცადე, ხომ ასეა? კრაფტის მაგი და ჯერ არ მჭირდება, ჯერ ზონის დაცვა მომიწევს. ასე და ასე, ბევრად უკეთესი იქნება, ბევრად უფრო კომფორტული, აქ და შესანიშნავია. და ამით უკვე პატარა ბაზა მაქვს. ხიდის გაკეთება მომიწევს, რომ მივიდე სუპერსონიკამდე და შევძლო მასში გარდაქმნა. ასე რომ წავედით, ღმერთო ჩემო. ბლოკები ისვრება საკმაოდ უცნაურია. უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ასე უკვე შემიძლია ხიდის აშენება დავიწყო. მომწონს, კარგი. ყველა ბლოკს დავამტვრევ, რაც შემიძლია, რომ ბევრი მასალა მოვიპოვო და ჩემი მოგზაურობა დავიწყო. თუმცა მგონია, რომ უკეთესი იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო გავამაგრო. ასე დავწმუნდები, რომ ბლოკები აღარ ჩამივარდება სიცარიელეში. ჯანდაბა, აქ და აქ. უკვე შემიძლია ჩემი ხიდის აშენება დავიწყო, ასე რომ მასალების შეგროვებას ვიწყებ. თუ მე გამოვიტანო ეს ბლოკები, ხომ არ გავაკეთო ახალი პლატფორმა ტრანსფორმაციისთვის? კი, კარგი, მგონია ამით საკმარისი მაქვს. და შენ რას უყურებ? რუფინა, კარგი? მაქვს ეს მასალები, რომლითაც უკვე შემიძლია კიდევ ბევრი ბლოკის გაკეთება და მიზნისკენ წინსვლა. მივაღწევ სუპერსონიკამდე ამით. მე მგონია რომ კი, ასე რომ წავიდეთ სუპერსონიკამდე, იმიტომ რომ მე ვარ პუტო. დღესღამით ქარიშხალი იქნება. აი, ცოტა მეფანდება ფრაზები და სიტყვები, კარგი? ასე კარგად შევძლება შენებას. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, თორემ ჩავარდები და დავიღუპები. და ეს არ მინდა, რადგან სინსონიკის მონსტრებმა აქ ჩავკეტეს და ვაპირებ მათ დავამთავრო, რომ საბოლოოდ ისევ თავისუფალი ვიყო. მოდით უკვე თითქმის მივედი 4, 3, 2, 1 და ზუსტად სუპერსონიკთან მივედი. ეხლა შენს ძალას შევიწო და დიახ, სუპერსონიკის მთელი ძალა მაქვს, ასე რომ პატარა სინსონიკის მონსტრო მოემზადე, რადგან დაგანთავრებ. ბლოკები მაკლია, ეხლა რამდენიმე მომაქვს. კარგი. გარეთ, ცხვარო, მორალი. ვაუ. ეს კი, ამით მგონია უკვე მივალ იქამდე, სადაც სინსონიკია. მაინც ცოტა მეტ ბლოკს წავიღებ. დარწმუნებული ვარ, გზაში ძალიან გამომადგება, შესანიშნავია. მომშორდი ღორო, ცხოველები არ მინდა, რაც მჭირდება ბლოკებია, ბლოკები და კიდევ მეტი ბლოკი. ასე რომ კიდევ რამდენიმე ავიღოთ. ეხლა უკვე სინსონიკამდე შევძლებ წინსვლას და მგონია რომ სხვა ტრანსფორმაციებამდეც მივალ. ასე უფრო უსაფრთხოდ ვარ, ხომ ასეა? კი, შესანიშნავია, კარგი? ამ ყველაფერს ხეში გადავაქცევ, საჭმელს შევინახავთ, იხასაც ბლოკებად გადავაქცევ. და ესეც გამოსადეგი ხეა. ამ ყველაფრით მგონია რომ საკმარისი ბლოკები მაქვს წინსვლისთვის. ასე რომ წავიდეთ სინსონიკისკენ. აქ ჩამკეტე შენს მეგობრებთან ერთად და დაგიმტკიცებ რა უზარმაზარი შეცდომა დაუშვი, ჩემო მეგობარო. კიდევ ცოტა ხე, უკვე თითქმის მზად მაქვს. მართალია, უფრო სწრაფად ვაშენებ, თუნდაც სუპერსონიკი ვიყო, კიდევ ცოტა. და იდეალურია, ინვენტარს ცოტას მოვაწესრიგებ და სონიკის გარეშე. მოდის. რა ხდება? შენ არასდროს ისვენებ, აბა? ამას შეხედე. ღვთიური განაჩენი. ვაუ, მოგეწონა ხო? მოდის, კარგი. უნდა ვიცოდე, როგორ ვიბრძოლო მასთან, ძალიან ძლიერია. იქნები ქალაქის გამოყენება შევძლო მის წინააღმდეგ, რომელიც თვითონ დაანგრია. თუმცა ერთი წამით ამ წყლის ქვეშ და სიცარიელეში. კარგი. მოშორდი. ღვთიური განაჩენი. გააგდე, კარგი. ვაპირე, მთელი ჩემი ძალა გამოვიყენო და ვეცდები აქამდე ამ წყლამდე მოვიყვანო. ასე შეიძლება სიცარიელეში ჩავარდეს. წავედით. ჩავარდი სიცარიელეში. მოდი აქეთ. აი ეხლა აქ არის. ძალიან ჭკვიანია. მაშ, სხვა ღვთიური დაცვა აღარ დამრჩა. ეხლა ჩემი დარტყმები შენ უფრო გტკენს და შენი დარტყმები მე ნაკლებად მტკენს. მე ვარ სუპერსონიკი, ლეგენდარული ზღარბი და მე დაგამთავრებ ცხეულო ღვთიურო სხივო. მიიღეს. კი, დაიცვი, იგზენით ჩემი შეტევები. ხო.
წავიდეთ. შინ სონიკ, ეს შენი დასასრულია. ჩემი ღვთაებრივი განაჩენები მოგცემს საბოლოო განაჩენს. ეხლა მიეკარი ჩემს წმინდა დაცვას. კი, ეს შენი დასასრულია. სამუდამოდ დამშვიდობდი. შინ სონიკ. ჰო, ჩემი ღვთაებრივი განაჩენები დაამთავრა იგი. ეჩუგარეშია. და ეხლა უკვე შემიძლია აქ არსებული ინსტრუმენტების გამოვიყენე, რომ ცოტა ხე წავიღო. დარგი, შესანიშნავია. ამით უფრო მარტივად წავიცავ წინ, რომ ჩემი სხვა ტრანსფორმაციებიც მივიღო და აი ეს ხუთები, ხომ ასეა? შინ სონიკს არაფერი ქონდა შენახული. დინამიტი. მართალია, დიდად არ გამომადგება. ან იქნებ გამომადგეს კიდეც. წავიღებ და Redstone-ის ჩირარდანსაც აქედან წავიღებ. ეს შეიძლება ძალიან ფეთქებადი კომბინაცია იყოს. ეხლა როცა რამდენიმე დამატებითი ბლოკი მაქვს, ეს ბლოკებიც აქედან წავიღებ. რომ გზა ბევრად უფრო მარტივი გავხადო ყოველგვარი ეჭვის გარეშე და გავაგზელო წინსვლა. უკვე მიდის სუპერსონიკის საუკეთესო დაჭრილი და გავაგზელებ აშენებას, რადგან თუ ასე ნელა წავალ დაცკავლილი ყურძენი დაგხვდება. და აი აქ ვარ, კარგი. იქ წინ არის Dark Shin. სონიკი ძალიან ძლიერია. ამ ფორმით მას ვერ გაუმკლავდები. ასე რომ გონი ჯერ უნდა ავირჩიო. და ავირჩევ Sonic Lobos. მაშასე მოვდივარ Sonic Lobo, ავაშენებ რომ მოგწვდე. წამოდი. არა, ეს დინამიტი არ არის. კარგი, გეგმამევ, ჩაჩი ჩაიშალა. წავიდეთ და აი Sonic Lobo. გჭირდება შენი უხეში ძალა, ასე რომ წავიდეთ სწრაფად. ამ წუთიდან მხოლოდ 20 წამი გაქვს რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გაათავისუფლო Sonic-ის ტრანსფორმაციები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ Sonic-ის რომელი ტრანსფორმაციაა შენი საყვარელი, მიიღებ მის ძალებს. ასე რომ მე რომ შენ ვიყო ვიჩქარებდი, დრო გვეწურება, არა? დიახ, ეს ძალიან მომწონს. დედა ჩემო, მონსტრულად დიდი და საშიში ვარ. უნდა ვნახო, რომელ მტერს უნდა შევებრძოლო აქ, რომ გავთავისუფლდე. ასე რომ წავედით. კარგი, ცოტა ნელა გამომივიდა, მაგრამ ერთი ნახტომით ადვილია და მეორე ნახტომითაც. დედა ჩემო, ეს Sonic-ია. კი, შენ სუპერ საშიში არსება ხარ და მგონი უკვე შემამჩნი. აი მოდის, მომიწევს მთელი ჩემი უხეში ძალა გამოვიყენო. მიდი, გასინჯე ჩემი ბჭალები. წყეული მხეცო, კარგად გასინჯე. მე ვარ Sonic მგელი, შენაირი მონსტრების შიში. ღამის ძალა, კონცენტრირებული ზღარბში და მან უკვე დამამარცხა, ძალიან ძლიერია, კარგი? შეიძლება რამე მოვიფიქრო, თუ აქედან ბლოკებს წავიღებ, ბოლოს და ბოლოს მაინც დამჭირდება. აი. ბევრი მოქვს შენთვის და ბევრი მოქვს დასამტკიცებელი. ბოლოს და ბოლოს მე ვარ ძალის ზღარბი. მოდი, აიღე ჩემი ძალა. კარგი. თუ პირში დაგარტყამ, უფრო გეტკინება და შეიძლება ამ ბლოკებსაც დავამტრო, რომ შენს ჩავაგდო სიცარიელეში, როცა გირთხამ. წამოდი, ხო, სამუდამოდ ნახვამდის, წყეულო მონსტრო, მოგვდი სიცარიელეში. სუპერ, ეხლა ამ ბლოკებს ყველა დავიგებ, თორემ ვერ გადავალ შემდეგ კუნძულზე. მივდივარ. ჩემი შემდეგი ტრანსფორმაცია იქნება Excalibur Sonic-ი. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, ასე რომ ყველაფერს რამდენიმე ბლოკად გადავაქცევ და ჩემს გზას დავიწყებ. შენთან მოსასვლელად. Excalibur Sonic-ი არ ინერვიულო. უკვე იქ ვარ და შენი მახულის ძალას გამოვიყენებ. წამოდი, ხო, Excalibur Sonic-ი, მოდი ჩემთან. ღმერთო ჩემო, მე ვარ Excalibur Sonic-ი. რა უზარმაზარი მახვილი მაქვს. კარგი, დრო ამ კუნძულზე წავიდე და ვნახო, ვინ იწვევს ამ ყველაფერს. 1, 2 და 3. ზუსტად გამომივიდა. კარგი. ეს კუნძული მშვიდად ჩანს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო. აქ ახლოს არც ერთი მონსტრი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა იმალებოდეს. ჩემი Excalibur Sonic-ის ძალა ამას ამჩნევს. ზუსტად იქ არის. გონია რომ ჩემგან გაქცევას შეძლებ, ხომ ასეა? არა, ჩემი მახულით შეუძლია ხის გაჭრა და ამიტომ ამას სწრაფად გავაკეთებ. ხიდი რომ მოგწვდე და დაგამთავრო, კარგი, აი აქ შესანიშნავია. ერთი აქ, მეორე ასე, კიდევ ერთი ასე და შევძვერი და გარტყმას გაძლე. იცადე, სად დაიმალა? ისე ვიქ დაბრუნდი, ხომ ასეა? მაშინ მოემზადე რომ ჩემი მახვილის პირსი გძნო. ჰიჩა, დაწკევლილო მონსტრო, ვაუ, ძალიან მაღლა დაფრინავს, ძალიან ძლიერად ურტყამს. Super Shin Sonic-ი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მე მაქვს ლეგენდარული მახული და ლეგენდარული ჯავშანი. უნდა შევძლო ისეთი შეტევების განხორციელება, რომ დიდი ზიანი მოგაყენო. ჰიჩა, წავედით, ეგ მოგეწონა, ხომ ასია? მაგრამ კიდევ მაქვს რაღაცები. წავედით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ, რადგან მე ვარ Excalibur Sonic-ი. დიახ, ჩემი მახვილის პირი გასინჯე. ჰიჩა, კიდევ ბევრი რამ მაქვს შენთვის, ესეც გასინჯე. ვაი, გადავფრინდი, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. დასრულე, უკვე აქ ვარ, მოდი, ცხეულო, აიღე და აიღე. ხო, ეს შენი დასასრულია, ცხეულო, Super Shin Sonic-ი. ხო, ჩემი ხარ, წავიდეთ, ხო,
ეს ბრძოლა ცოტა რთული იყო, მაგრამ მთავარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ეხლა უნდა გავაგრძელო. ეხლა მომიწევს იმ მონსტრთან დაპირისპირება, მაგრამ მის დასამარცხებლად ჯერ უნდა გავხსნა Dark Sonic-ი და ეს ცოტა რთული იქნება. ამიტომ ვფიქრობ, აქედან ხიდს გავაკეთებ. ხეს ავიღებ, ხე, კი, უკვე საკმარისზე მეტი ხე მაქვს ვიტყოდი. ამიტომ დროა ხიდი ავაშენო Dark Sonic-ამდე მისასვლელად. ცოტა რთული იქნება, მაგრამ შემიძლია ამის გაკეთება. კარგი, წავედით, უკვე დიდი ხანია ვაშენებ და როგორც ჩანს საქმე. ცოტა რთული იქნება, მაგრამ მგონი მომიწევს რწმენის ნახტომი გავაკეთო. მოდით ვნახოთ ამ ნახტომით თუ შევძლებ Dark Sonic-ის დაპყრობას და მასში გარდაქმნას. ეს რთული ნახტომია, მაგრამ მივდივარ. ვაი. იდეალურად გამოვიდა, ეხლა კი ნამდვილად დროა ხიდის აშენება დავიწყო. უნდა დავამთავრო ეს სულელი Dark Sonic-ი, რაც შეიძლება მალე. ასე რომ მოდი Dark Sonic, მოემზადე. Dark Sonic-ი მოდის შენთან. მივდივარ. აი ეს მიიღე. ნახავ, ვინ აქვს ნამდვილი სიბნელის ძალა. დიახ, რადგან ეს ყოველგვარი ეჭვის გარეშე მე ვარ Dark Sonic-ი და ახლა ამას გამოცდი. ბნელი ბურცი. დიახ, და კიდევ ბევრ დარტყმას შეგიძლია მიიღო ჩემგან. კიდევ უფრო მეტად შეგიძლია ტკივილი იგრძნო. წამოდი. ეს ერთ-ერთი ბოლო არსებაა, რომელსაც უნდა შევებრძოლო. თუ მას დავამარცხებ, მხოლოდ ერთი ნაბიჯი დამრჩება დიდების მისაღწევად, ასე რომ ვერ დავიბნევი. ეს ჩემი საბოლოო შეტევაა, სამყაროს დასასრული. Muere maldito! როგორ უძლებ ამდენს? მაშინ კიდევ სცადე ბნელი ბურთები. დიახ, რთული იყო, ძნელი იყო, მაგრამ ყველა Sonic-ი დავამარცხე. ეხლა მხოლოდ ბოლო შენობა დამრჩა და აქედან გასვლას შევძლებ. წამოდი, ვიღებ ხეს და ვაშენებ ბოლო ხიდს. უკვე დავიღალე ჯანდაბა, წამოდი, კიდევ ცოტა და უკვე აქ ვართ. კარგი, ეხლა მგონი იქ არიან. შედის ბოლო მათგანი, ვისაც Sonic-ი არ აქვს. მომიწევს აქედან ავიდე, ასე რომ წამოდი ავაშენებ კლასიკურ კოშკს ზევით. თითქოს ზომბების ხროვა მიტევს. წამოდით, ავიდე, რაც შეიძლება მაღლა ვნახოთ, სადამდე შევძლებ მისვლას. და ვაი, ეს რა არის, რასაც ჩემი თვალები ხედავს? ეს კიბეებია, წამოდი, ალბათ უბრალოდ კიბეებზე უნდა ავიდე, აი ესე. და იქ არის ბოლო ტრანსფორმაცია, Hyper Sonic-ი. თუმცა ჯანდაბა დავიღალე, ბლოკები გამითავდა. Hyper Sonic-ს ფრენა შეუძლია, მაგრამ მეც შემიძლია ვცადო. იქნებ თუ გამოვუშვებ მთელ სიბნელეს Dark Sonic-ისას. იქნებ შევძლო ცადო ნახტომი, რომელიც მასთან მიმიყვანს. წავედი, Hyper Sonic-ი. დიახ, შევძელი. და ახლა ნამდვილად Hyper Sonic-ის დროა. დიახ, დაუჯერებელია, ეხლა ნამდვილად, მოდი აქ. დიახ, ვაუ, ეს არის საბოლოო მონსტრი. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერად გამოიყურება, მაგრამ მე უფრო ძლიერი ვარ. აი ეს მიიღე, მე დაგასრულებ, თქვენ ჩამკეტეთ აქ, მე თქვენ დაგამარცხეთ ჩემი ყველა ტრანსფორმაციის გამოყენებით და ეხლა მთელ სიცოცხლეს დავიბრუნებ და შენ დაგასრულებ. დიახ, სახლში დაბრუნების დროა და შენ ამას ვერ შემიშლი, ბინძურო მონსტრო. წავედით, ხო? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლაა, რაც კი ოდესმე გამიმართავს. ჯანდაბა, მაგრამ არ დავნებდები, მთელ სიცოცხლეს დავიბრუნებ და ისევ შენზე შეტევას გავაგრძელებ. აიღეს, მოემზადე, რადგან ახლა მთელ ჩემს ძალას გამოუშვებ და შენთვის ეს სასიამოვნო არ იქნება. ეს ჩემი საბოლოო შეტევაა, Hyper Sonic-ის მთელ ძალას გამოვიყენებ, რომ დაგბომბო. ხო, მოკვდი წეულო შინ, Sonic-ო, წეულო. ეს შენი დასასრულია და აქ მთავრდება შენი ტირანიის მეფობა. სულელი, უსარგებლო მონსტრო. სამუდამოდ დამემშვიდობე, ვერ გაუძლებ ჩემ შეტევებს. აი ესე. რთული იყო, მაგრამ შინ Sonic-ის ყველა მონსტრი დავამარცხე. ეხლა დროა გამოვიკენო ჩემი Hyper Sonic-ის მთელი ძალა, რომ საბოლოოდ შევძლო ფრენა და გავაღწიო ამ სამყაროდან, რომელიც მახე იყო. აღარასდროს გნახავ სულელო სამყარო. Sonic-ის ყველა ტრანსფორმაცია შევძელი და საბოლოოდ თავისუფალი ვარ. დიახ,